განმოგრძობთ გადაცემას 2009 წლის 15 ივნისი, დღე, რომელიც მაშინდელი პროტესტის მონაწილეებს განსაკუთრებული სისასტიკით დაამახსოვრდათ. რისთვის და რა ფორმებით ისჯებოდნენ საპროტესტო აქციების მონაწილეები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში და რა მეთოდებს იყენებდნენ მათ წინააღმდეგ. ამ საკითხებზე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მერაბ ჭიქაშვილი, ზურაბ აბაშიძე და დაჩი ცაგურია გამოკითხა. მძიმე ისტორიები, რომლებსაც საზოგადოება ბოლო თვეებია კომისიის ფორმატში ისმენს და ამავე კომისიის გახანგრძლივებული მანდატი, რომლის მუშაობის სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგიც შემოდგომით არის დაანონსებული. 34ჯერ დაკავება, არაადამიანური და ღირსებიშემლაპხავი მოპყრობა სამართალდამცველების მხრიდან. დაჩი ცაგურია შემოგვიერთდება სტუდიაში და ვისაუბრებთ მძიმე ისტორიების ნაცნობ და საზოგადოების ნაწილისთვის ამ დრომდე უცნობ დეტალებზე. დაჩი, საღამომშვიდობის. მოგესალმებით. მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. სტუმრად დავიწყოთ, მოდით საუბარი 2000 წლიდან როდის და რა ფორმით უარესდებოდა საქართველოში ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მთელი აი ამ პროცესის მომსწრე იყავით და მათ შორის იმ პერიოდშიც ჰქონდათ ურთიერთობა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მაშინდელ წარმომადგენლებთან. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მართლა ძალიან საინტერესო თემაა ეს და რაღაცნაირად ხდება ხოლმე ხა ამის რაღაც აჭრა რომ თითქოს აი თავიდან ხშირად მქონია ხოლმე მეც ამაზე რაღაც კამათი რომ აი თავიდან ისინი რაღაც კარგად იქცეოდნენ და მე რაღაც უფრო დაიწყეს მოქცევა და არადა ისინი სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ კი არა და პრინციპში სულ ხელისუფლებაში იყვნენ შევარდნაძის ხელისუფლებაში როცა იყვნენ ასე ვთქვათ მოდი როცა იყვნენ ნაწილი შევარდნაძის ხელისუფლების და ძალიან დიდი ნაწილი ეკავათ მაშინაც მინდა გითხრათ რომ მაშინაც ეს დარბევა ცემა იარაღებით სირბილი ადამიანებისთვის სროლა და ასეთი სისაძაგლეები ჩვეულებრივი ამბავი იყო მათთვის არჩევნების გაყალბება ქალბატონი ხათუნა მათი ვარსკვლავი ცნობილი საქართველოში არჩევნების გაყალბების რაღაც ტექნოლოგიების და ნოუ-ჰაუების დამკვირვების მათი ნაწილი იყო ეს ხო ისინი ერთნი იყვნენ ერთი ოჯახი იყვნენ ერთი საქმის მაკეთებლები იყვნენ ყოველთვის და ეს უბრალოდ მათ დანარჩენები ასე ვთქვათ მოიშორეს თორე გააგრძელეს ჩვეულებრივად ხელისუფლებაში ყოფნა. დაჩი გუშინაც და დღესაც ეხლაც ამაზე საუბრობ და გუშინაც საგამოძიებო კომისიაზე თქვენ გაიხსენეთ პირველი შეჯახება ასე ვთქვათ და შეხება თქვენი შეხება იმ მეთოდებთან, რასაც ნაციონალური მოძრაობა თქვენი თქმით ჯერ კიდევ იმ დროს მიმართავდა, როდესაც ხელისუფლებაში არც კი იყო აი ეს გაცხადებულად ხო 2003 წლამდე პერიოდს გულისხმობთ ამ შემთხვევაში, როდესაც კი ბატონო იმ ეპიზოდზე არის ალბათ ახლა საუბარი რომ უშუალოდ რაღაცა ქონდა ჩვენ ასეთი ის გამოცდილება ურთიერთობის მონდეს და გამოცდილება და გარკვეული შემოთავაზება წამოვიდა მაშინ კი ეს ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა იყო მისგან ის ცდილობდა რომ ასე ვთქვათ სტუდენტურ და ახალგაზრდულ ძალებში რომ დასაყრდენი ქონოდა და მოემხროდა მისი გავლენის ქვეშ ყოფილიყო ესეთი ახალგაზრდები მე ჯერ კიდე სტუდენტი რო ვიყავი ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ახსოვს ალბათ ყველას მაშინ ვინც მიყურებდა რომ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი ძალიან ესე ვებრძოდი ამ მაშინ შევარდნაძის რეჟიმს ასე ვთქვათ და მაშინაც მქონდა ის პატარა თავგადასავლები მაგრამ არა ასეთი სასტიკი არ იყო ის ნამდვილად მე მაშინაც რამოდენიმეჯერ ვიყავი დაკავებული თუმცა პირადად მე არავის ჩემთვის ხელი არ დაურტყია და არ გაულახივარ და არ უგინებია და რაღაც შეურაცხყოფები ნამდვილად არ მოუყენებიათ ეხა რო ყოფილიყო ვიტყოდი ეხა ხო მაგრამ ტყუილი რატომ უნდა ვთქვა და ესე იყო ერთ-ერთი დაკავებისას როდესაც აი თუ გახსოვთ რუსთავიურის ცნობილი ამბები რო იყო ამის შემდეგ როცა დამაკავეს და წამიყვანეს ქალაქიდან გამარიდეს ეს სტილი იყო ესეთი ერთგვარი მათი გამიყვანეს სადღაც საგურამოსთან იქ ჩამომსვეს ნავდარანტკარი თუ რაღაც ერქვა იმ სოფელს იქ ჩამომსვეს და ნუ გზაში მინდა გითხრათ რომ ძირითადად მე თუ ვეუბნებოდი ცუდ რაღაცებს თორე შეურაცხყოფა ნამდვილად არ მოუყენებიათ რა და ეს ამბავი მე რომ გაიგო რომ რაღაც დამიჭირეს და რაღაცა მითხრა რომ
პარლამენტში უნდა რომ შემხვედროდა და ამის თაობაზე რომ ჩვენ მოდი პლენარულ სხდომაზე, რომელიც 2 თუ 3 დღეში უნდა გამართულიყო, მას ქონდა სურვილი რომ შევსულიყავით, შევეყვანე მე და იქ ატეხილიყო ამბავი რომ აი სტუდენტი დაიჭირეს და რაღაც და კი ბატონო მეთქი შევიდეთ, რაც მოხდა, ხომ მოუყვედა. და მომაყოლა ეს ამბავი რა ეს ხდება პარლამენტში მაშინ ადეიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო თუ ვცდები და ადეიშვილი მერაბიშვილი და თვითონ იყვნენ რა და მერაბიშვილს ესეთი გამოხეული პულავერი ეცა მაშინ ჯერ არ იყვნენ ეს ძალიან ისეთები როგორც მე გახდნენ და სტილი ეჭირათ ყოველ შემთხვევისთვის უბრალოების და ამ შეხვედრაზე მაშინ ზუსტად მოუყევი რა უამბე როგორ იყო რა მოხდა და ამაკავეს რაღაცა და მიშა მეუნება რომ მოდიო რა ცოტა ისე მოუყვეთო ეგ ისტორიაო რა ეგრე არ მოყვევდა აბა როგორ მოყვე მეთქი რაც მოხდა მოუყევი მე ის და არაო ეხა ეს თეთრი ხელთათმანები თუ არ გამოვაო ეხა ესეო და მოდიო შენო მოყევიო რომ ჩაგიყვანეს სადღაც დერეფანშიო ვითომო იმაში სარდამში უკაც რა მიტოვებული აგარაკი იყო რაღაცაო და იქ ჩამიყვანესო სარდაფშიო ამისიო მაგინებდენო შეურაცხყოფას მაყენებდენო და რაღაცა მე გაუპატიურებით მემუქრებოდენო შემოიტანესო ხელკეტიო რომელზეც პრეზერვატივი წამოაცვესო ვიდეო კამერაო და შარვალზე დამიწყესო ეს რაღაც გახდა და ამის გადაღებას ცდილობდენო ეს რაღაც მეუნება 2001 ან 2 წელია რა ეხლა ზუსტად შეიძლება წელი შემეშალოს რო ზუსტად თქვა და მაშინ შოქში ჩავარდი მე რომ ეხლა ეგეთი რაღაცა როგორ გამიბედეთ მეთქი როგორ მაკადრეთ ეხლა ეგეთი რამე რომ ავდგე და ეხლა მოვიგონო ესეთი ტყუილი და ესეთი საშინელება და თან თავი ვეღარ უნდა გამოვყო ქუჩაში თან მართლა რომ დაიჭიროს მე შევარნაძე მის ხალხი ვინც იქ იყო ეხლა კი რაც მოხდა იმაზე კი ბატონო აგონ პასუხი მაგრამ ეხლა ამ ხელა რაღაცას სასამართლოზე მივიდა მე რომ ჩვენ გამორიცხულია მეთქი ეგეთ რამეს და საერთოდ გახსოვს შემდეგ უკვე პროცესი კი ბატონო და ეს უკვე მე ეს ყველაფერი მე მის გონებას დაუკავშირე რა სხვათა შორის რა რაც ხდებოდა იმიტომ რომ მე იმ ახალგაზრდებს რომლებიც როგორც ეხლა რომ რაღაც თავისუფლებისთვის და სიყვარულისთვის და დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებისთვის როგორიათ იბრძვიან ზუსტად ეგრე იბრძოდნენ ჩემი მეგობრები იყვნენ სხვათა შორის ზოგიერთი მათგანი და ძალიან კარგად ვიცნობდი რა მაგალითად ბაჩოს ახალაიას რეზო ჭარბაძეს და ონიანს და კიდე დანარჩენებს რა და ძალიან კარგად ვიცნობდი ამათ რა და ეს ადამიანები მე ჩამოყალიბდნენ მონსტრებად ჩემ და გასაოცრად რა იმიტომ რომ აი თევზი თავიდან ყროლდება როცა ესეთი ავადმყოფი რომელიც მზად არის რომ გონებაში ესა აქვს და მე ეს მქონდა არ ვიცი რანაირ შეიძლება ამას დავარქვა მაგრამ მოდი დავარქვათ ბედნიერება იმის რომ გამეცნო პირადად და აი ჩემი საკუთარი ტყავით განმეცადა და ცხვირი დამერტყა თუ ვინ იყო ეს ადამიანი რომ ეხა ეს რაღაცა რომ მითხრა იქ დამთავრდა ჩემთვის ხო მისი სერიოზულობა და ამის შემდეგ უკვე მე მასაც ასევე უპირისპირდებოდი როგორც სხვა დანარჩენ შევარნაძის ხელისუფლების ნაწილს მაგალითად რა და ამიტომაც მე გამომაცხადეს ჯერ კიდევ რევოლუციამდე სამოქალაქო პროტესტი ეს მაინტერესებს უკმაყოფილება იგივე ვარდების რევოლუციის შემდეგ და როდესაც წითელ ხაზზე საუბრობთ რა იყო ის ძირითადი და მნიშვნელოვანი წითელი ხაზი რის გამოც მაშინდელი სტუდენტური მოძრაობა იგივე ახალგაზრდობა და საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა და რა იყო მაშინდელი ხელისუფლების პასუხი კი ბატონო ეს საუბარი რევოლუციამდე თუ შემდეგ რევოლუციის შემდეგ კი ბატონო ესე იგი ჩემთვის ნუ ჯერ ხო მაშინათვე გავიცანი ეს და მე რევოლუციის წინააღმდეგი ვიყავი მეც და ბევრი სხვა ადამიანიც კიდევ მაგრამ უმრავლესობაში რა თქმა უნდა არ ვიყავით და ამის შემდეგ უკვე როცა მან პირველივე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე როცა კმარელები მოყარეს უნივერსიტეტში და იქ რაღაც შეურაცხყოფები აყენეს პროფესორებს და აკადემიკოსებს მაშინათვე მიიღეს სტუდენტების პასუხი ჯერ კიდე რამოდენიმე თვე იყო გასული და სხვათა შორის ერთადერთი შემთხვევაა როცა სააკაშვილი უნივერსიტეტში მოვიყვანეთ და ბოდიში მოვახტევინეთ უნივერსიტეტის კიბეებზე მოვიდა ჯერ 100,000 კაცი დაგვემუქრა მე რომ მიიღო ამაზე პასუხი ბოდიშიც მოიხადა და
დაბრუნდა ბატონი როინი რექტორად მაშინ და გააგრძელა თავის საქმიანობა, მაგრამ აქ არ იყო ერთ ადამიანზე, აქ იყო მიდგომაზე და აქ იყო იმ ჩარეცხილებს რო ეძახდნენ და რაღაც 1000 საშინელ ეპითეტებს კიდევ უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი ღვაწლი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის წინაშე და იყვნენ პროფესორები, არ შეიძლება და მიმაჩნდა ესე რომ არ შეიძლებოდა რომ ესე ჩარეცხილები ეძახო ადამიანებს ასაკის გამო ან იმიტომ რომ ისინი შენზე ნიჭიერები არიან, მოდი ესეც ვაღიაროთ კიდევ რა და მაგის მოყოლებული იყო მე იგივე უნივერსიტეტში პროფესორების გადაკეტვა უნივერსიტეტის დარბაზებში, უნივერსიტეტიდან გაყრა პროფესორ-მასწავლებლების ესეთი საშინელი მეთოდებით ჩაკეტვა და უკაცრავად და საპირფარეშიც კი არ უშვებდნენ ასაკოვან ღვაწლმოსილ პედაგოგებს უნივერსიტეტისას და პროფესორებს, რომლებიც ძალიან შეურაცხყოფილები იყვნენ, აქაც სტუდენტები გამოხატავდით პროტესტს და ნუ ყველაზე ისეთი საშინელება, ასე ვთქვათ, იყო უკვე ის მკვლელობები, რომლებიც მათ დაიწყეს. პირველი იყო სამწუხაროდ ბუტა რობაქიძე, რომელიც საზოგადოებამ სხვათა შორის გვიან გაიგო ამის შესახებ, იმიტომ რომ მაშინ რაღაცნაირად ეს საქმე ისე ცოტა მიმალეს, მედიაზე მოგიხსენებათ, მათ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ. და როდესაც ხალხს ეშლებათ ხოლმე რომ გონიათ რომ სანდრო გირგულიანის ამბავი იყო, იმიტომ რომ იმედმა მაშინ სანდროს ამბავი რომ ისე ძალიან ძაფრად გააშუქა, მალევე უკვე შემდეგ გააკეთდა ბუტაზეც სიუჟეტი. ერთი სიტყვით მოვიდა ხელისუფლებაში ვითომ რაღაცა დემოკრატიის და თავისუფლების და ასეთი ლამაზ-ლამაზი იდეებით სააკაშვილი თავის ახალგაზრდებთან ერთად და ეგრევე დაიწყეს ადამიანების ჩარეცხვა, ადამიანების დახვრეტა, ადამიანების წამება და ეს იყო ცხადია მიუღებელი საზოგადოებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ როგორი სასტიკიც იყო სააკაშვილი და როგორი გამწარებული წყავდა მას მთელი ქვეყანა, აი ეს გამწარებული ხალხი ქუჩაში როდესაც გამოდიოდა, არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ პოლიციელებისთვის ფეერვერკები და ისინი ასაფეთქებელი მასალები და მოლოტოვის კოქტეილები სახეში ესროლათ და დაეწვათ ადამიანები ცოცხლად, არც შენობების დამტრევა მოსვლია თავში და დალეწვა ვინმეს აზრად და არც ცეცხლის გაჩენა და არც ხანძრის გაჩენა და არც არავის შვილებთან არასოდეს არ მივარდნილვართ. მე ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ კაფეში ან სადმე შევსულ ვარ და იქ მაშინდელი სააკაშვილის ელიტის წარმომადგენლები, სხვათა შორის რომლებიც თან უშუალოდ მონაწილეები იყვნენ. აი ამის მიუხედავად საუბრობთ, რა იყო მაშინდელი ხელისუფლების ხელწერა, რითიც უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს და უსასტიკესი, ეს იყო უსასტიკესი და ეს ზუსტად ეს 15 ივნისი არის ამის ყველაზე ისეთი ტრაგიკული მაგალითი, ჩემი აზრით სამწუხაროდ ბევრი თარიღები იყო, მაგრამ ეს 2009 წლის 15 ივნისი იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე, ყველაზე ესეთი მოუშუშებელი დღე, რომელიც მე დღემდე სამწუხაროდ ვერ მომინელებია ეს დღე და არა მხოლოდ მე, ჩემი მეგობრებიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავყარეს მაშინ, სადაც აი საშინელი სისასტიკე გამოიჩინეს, თან აქციის მიზანი იყო, აი წეღარასაც ვამბობდი, რომ არაფერი არათუ დაგვიზიანებია, საერთოდ მივედით იმიტომ, რომ ჩავბარებულიყავით თუ იმეს მანამ ჩემი მეგობრების სახლებთან დაიწყეს ეს ჩასაფრებების მოწყობა და იქ საშინელი ცემა და დაკავება, დაპატიმრება, ვინც შეძლეს ისინი ვიღაცები დააკავეს და რო ვიცოდით, რომ მათთან ისინი რომ ეს მათი ხელწერა იყო ის, რომ ვითომ გაკავებდნენ და ერთ ადამიანს დაესეოდა 50 კაცი და საშინლად ცემდა და ეს რო ვიცოდით, ავდექით და თან ის ჩემი დაკავება, მიშა მესხის დაკავება და კიდე სხვა ჩემი მეგობრების რო ვინც გადავრჩით და ვერ დაგვაკავეს, აი ესე ყველა ახალგაზრდული ვინც იყო, როგორც პარტიის ახალგაზრდების საკნების პერიოდია, მოგიხსენებათ მაინც რომ მაყურებელმა კარგად ისეკნათ, აღიქვას უკვე მინელებული არის საკნების აქციები, აღარ აქვს ძალა ესეთი ოპოზიციას და ჯერი დადგა ჩვენზე რომ ახალგაზრდები უნდა გავენადგურებინეთ, ასე
ვთქვათ და ესე ყველა პარტიის ახალგაზრდური მოძრაობების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, ვინც ვიყავით ახალგაზრდები, ყველამ გადავწყვიტეთ, რომ მოდი მივიდეთ ჩვენ თვითონ სამმართველოსთან და უთხრათ, რომ ვისი დაკავება გინდათ, აქა ვართ და ჩვენი ფეხით ჩაგბარდებით, მოვედით, უბრალოდ გითხარით ვინ გინდათ და სიას ვკითხულობდით ისიმ კადრები რაც არის გადარჩენილი იქ, ზუსტად ეგ ჩანს, რომ იქ სიას ვკითხულობთ ჩვენ და ანკეტები გქონდა ჩვენი მიტანილი. და მიუხედავად ამისა, რომ აი ესეთი არაძალადობრივი და ესეთი მშვიდობიანი აქცია, მეტი არ ვიცი როგორ უნდა ყოფილიყო და საერთოდ არავის არაფერი არ ქონია ცუდი განზრახვა გულში, იმიტომ რომ ხა მშობლებთან ერთად ხო არ წავიდოდი ის აქციაზე, რომ სადაც თუნდაც დავუშვებდი იმას, რომ იქ შეიძლება და რაღაც მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერს ვაპირებდით, მაგრამ არც კი ველოდით იქიდან, რომ ესეთ მშვიდ აქციაზე როგორ შეიძლება ვინმე რამე ესეთ საშინელება ჩაედინა და აი უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი, ზოგი პოლიციის ფორმაში, ზოგი რაღაც ნახევრად ფორმაში, ზოგი კეპით, ზოგი საერთოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რაღაც კუნთმაგარი ხალხი ნახეთ, რომ იქ გარშემო ძალიან ბევრი იყო. ეს ჩვენ სამმართველოს შესასვლელთან მივედით და დავდექით სპეციალურად ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ისეთი რაოდენობა აქციის მონაწილეების, რომ თავისუფლად შეგვეძლო ქუჩა ჩაგვეკეტა, მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგნებულად ტროტუარზე დავდექით და იმ გადარჩენილ კადრში, რომელიც ანა გოჩაშვილმა გადაარჩინა, ITV-ის წარმომადგენელი იყო მაშინ, იქაც ჩანს, რომ მანქანები თავისუფლად მოძრაობენ ჩვენ რო აქციის პერიოდში, როცა უკვე საუბრობთ ამას. და უეცრად გამოცვივდნენ ესენი ეს ისეთი მხრიდან, რომ ამათ უნდათ ინსცენირება გაეკეთებინა ჩვენი სხვა ყველა გზა იყო ჩაკეტილი და მხოლოდ სამმართველოს შენობის შესასვლელში ესეთი გასაგორებელი დიდი ჭიშკარია და ის დატოვეს ღია, რომ ჩვენ ესენი რომ მოგვაწვებოდნენ, იქნებ შევარდნილიყავით შიგნით და შიგნიდან კამერებით იდგენ, რომ გადაეღოთ, რომ აი როგორ შევიჭერით. როგორც კი ესენი წამოვიდნენ, ეხა იქ თავის ფეხით ვინ შევარდებოდა, ხო? ესე რომ მოვედი და შემოვარდი და მივხვდით მაგას ჩვენც და რაღაცნაირად პირიქით იქით მხარეს წავედით რა, რომ მეორე მხარეს გადაგვერჩინა იქნებ თავისადმე გამძვრალიყავით, იმიტომ რომ აი საშინელი აგრესიით წამოვიდნენ ესენი და აი ნუ იქ დაიწყო ენით აღუწერელი სისასტიკე. დაზიანებები მინდეციც მაინტერესებს და დაჩი თქვენ კომისიაზე გაიხსენეთ ერთ-ერთი ყველაზე რთულად, ყველაზე მძიმედ გასახსენებელი ეპიზოდი, რომელიც თქვენს დედას ეხება. მაინტერესებს ეს იყო სისტემური დანაშაული დღეს ამ გადასახედიდან როგორ ხედავთ? თუ კონკრეტული ცალკეული პიროვნებების, ცალკეული თანამდებობის პირების მიერ, თქვათ, უფლებამოსილების გადამეტება და ჩადენილი დანაშაული. იცით როგორ არის? ეგ აქცია საერთოდ, მაგ აქციას მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტა ესწრებოდა, იქ იყვნენ რა. ქალბატონი ზღულაძით და უტიაშვილით და სხვა კიდე დანარჩენებით დამთავრებული ახალაიები და თუ კი ვინმე ნაძირალა ყავდა სააკაშვილს ამ ჩაბუდებული ამ ბოროტების მანქანაში, ყველა იქ იყო. ანუ ეს არ იყო ვიღაცა ერთი კონკრეტული ადამიანი, იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. იქ გამორიცხული იყო, რომ ვიღაცას გადაეწყვიტა მაგალითად, რომ მაშინ რომ ჟურნალისტების ასტიკად ეცემათ და ჟურნალისტებისთვის ყველასთვის თუ კი ვინმეს რაიმე გადასაღების საშუალება ჰქონდა, წაერთმიათ, დაემტრიათ და დაელეწათ, გაენადგურებინათ და სახალხო დამცველის წარმომადგენელი სასიკვდილოდ ეცემათ და იქ ესე გავენადგურებინეთ. ანუ ეგეც ეს დედაჩემის ეპიზოდიც და სხვათა შორის იქ მამაჩემიც იყო და მამაჩემიც საკმაოდ ისე გალახეს, მაგრამ მამაჩემი მაინც კაცია და ეგ უფრო ნაკლებად მტკივნეული იყო ჩემთვის, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ გავენადგურებინე მაგათ, მე ზუსტად ვიცი, რატომაც გააკეთეს. თან გვიღებდნენ ამ ყველაფერს, იღებდნენ ისინი ამ ფოტო, ვიდეო მასალას. წარმოიდგინეთ, დედაჩემი იმიტომ ცემეს, რომ უბრალოდ მისი შვილი ვიყავი, რომ მე გამაჩინა, თორე დედაჩემს ხო საერთოდ არაფერი არ დაუშავებია რა, უბრალოდ იქ იყო იმ რუსთაველიდან რომ წავედით, დავიძარით ახალგაზრდები, დედაჩემ და მამაჩემიც იქ იყვნენ და მე მივეცი მანქანის გასაღები მამაჩემს, მე ჩემი მეგობრის მანქანით წავედი ნიკას ყურშუბაძის და ისინიც უბრალოდ წამოვიდნენ და თორემ მცოდნოდა მე საერთოდ არ ვეტყოდი და ვეტყოდი არ წამოხვიდეთ თუ რა ვიცი ყოფილს გავაკეთებდი, მაგრამ იქ აი ესე რომ გამოვიდნენ და თან ესე მოძებნეს რომელია აქ ცაგურიას დედა და დააგდეს ძირს და ურტყეს ხელკეტები და მე ტვინის შერყევით ქალი საავადმყოფოში იწვა და ესეთი საშინელი ამბავი დაატრიალეს იქ რომ ისინი საერთოდ არ აინტერესებდათ იმათ არც დედა და არც არავინ ამას ვერავინ ვერ გაბედავდა იქ რო არ ყოფილიყო ეს უშუალოდ
პირველი პირებისგან და უშუალოდ სააკაშვილისგან წამოსული, იმიტომ რომ ჩვენ რო გვიღებდნენ მასალებს, იქ რო ვინმე პოლიციელს თვითნებურად გაევედა და საკუთარი ტელეფონი ამოეღო და რაიმე გადაეღო, იმას ჩვენზე უარეს მდგომარეობაში ჩააგდებდნენ იქ რა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც მაგალითად გიორგი ჩითარიშვილზე თქვა, რომ ეყოფა მეტი აღარ გალახოთო, იქ დედა და ყველაფერი აგინეს, რისე ჩვენ როგორც გვაგინებდნენ და შეურაცხყოფას გვაგინებდნენ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სისტემური იყო, იმიტომ რომ აი ზუსტად ისევე როგორც ციხეებში მაგალითად რა, რომ აი დერეფნებს რო უწყო ყველა პატიმარი მაგას ყვება, რომ დერეფნებს გვიწყობდნენ და დერეფნს გავდიოდით. ზუსტად ეს მარტო ციხეში არ ხდებოდა ოღონდ, ეს სისტემა მათ ჰქონდათ ყველგან, სადაც ძალა ჰქონდათ, ყველგან ჰქონდათ ეს ერთი და იგივე მეთოდები აწყობილი, რომ აი იგივე მაგალითად ჩვენ რო დაგვაკავეს და დაკავება არ ქვია მაგას, ჩვენ რო გარეთ სასიკვდილოდ გვცემ და დაიწყეს პოლიციის სამმართველოს ჩვენი შეყვანა, აი ესე სათითაოთო, ცაგური ამოვიდა, აბა, დერეფანი მოაწყვეთ და ამ დერეფანში სადაც ერთი 40 ადამიანი აქეთა ორივე მხრიდან იდგა და ხელში არმატურის ნაჭრები და ბეისბოლის ბიტები და ხელკეტები და ისინი ჯაჭვები და ჩაქუჩები და 1000 უბედურება ეჭირათ, სათითაოდ ყველა სასტიკად გვცემდა და გვირტყავდა, ისევე როგორც აი ციხეში მაგალითად დერეფნები რო ქონდათ პატიმრებისთვის მოწყობილი. მაგალითად გვიღებდნენ ისევე როგორც პატიმრებს წამებისას რომ უღებდნენ. ეს ხო კიდევ აი მაგალითად ისე გვაფურთხეს სათითაოდ ბოდიში გამოთქმისთვის და მაყურებელს ბოდიში უხდი, მაგრამ აი ესე მოდიოდნენ და პირდაპირ სახეში გვაფურთხებდნენ და იმ საშინელი ლექსიკით გვაგინებდნენ როგორც აი პატიმრები რო იხსენებენ. მე რო უსმენ ხოლმე აბსოლუტურად მესმის რომ აი და ვიცი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საკუთარ თვალით და ტყავზე მაგ გადატანილი ეს ყველაფერი. აი ესე იმ აქციის დაშლის შემდეგ აი ესე სათითაოდ იგივე აი ეს სისტემა რაც ციხეში მათ ჰქონდათ მოწყობილი, აი ეს სისტემა ჩვენთვის გადაიშალა თვალწინ ერთ უწყინა აქციაზე, რომელიც სამმართველოსთან უბრალოდ ახალგაზრდებმა მოვაწყეთ და ეს არ იყო კიდევ ამბობ 6 მაისის დარბევა, ასევე უსაშინლესი, სადაც ადამიანებს დაასახიჩრეს, იქ თვალები დათხარეს, ეს უბედურება დატრიალდა 26 მაისის დარბევა და ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სისტემური იყო, ვინ გაბედავდა იქ, რომ ამხელა ამბავი დაეტრიალებინა მათ გარეშე. სამწუხაროდ დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ასეთ იყო დღევანდელი აქტუალური თემა ჩვენი ბოლოს სტუმარი გახლდათ დაჩი ცაგურია, გემშვიდობებით დროებით.